ვაგრძელებთ ლექციას ანალიზთან დაკავშირებით. განვიხილოთ კროს-ტაბულაციასთან დაკავშირებული საკითხები. კროს-ტაბულაცია წერტილთა გაბნევის დიაგრამის გავსად, რომელიც წინა ლექციაზე იყო განხილული, გვიჩვენებს ორი ცვლადის სიხშირეთა ერთობლივ განაწილებას, ოღონდ ცხრილის სახით. ამგვარი ცხრილის ასაგებად საჭიროა დამოუკიდებელი ცვლადის თითოეული კატეგორიის განხილვა დამოუკიდებელი ცვლადის კატეგორიების საფუძველზე. რაც უფრო მეტი კატეგორია აქვს თითოეულ ცვლადს, მით უფრო რთულდება ანალიზი. მაგალითად, თუ გსურს ურთიერთკავშირის დადგენა ასაკსა და უმაღლესი განათლების რეფორმისადმი დამოკიდებულებას შორის და ჩვენს მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, ასაკისა და რეფორმისადმი დამოკიდებულებას 5 კატეგორიისაგან შედგება. შედეგად მივიღებთ 5 გამრავლებული ბუნებრივია 5-ზე, ანუ 25 რიგს. ამ შემთხვევაში კროს-ტაბულაციის ასაგებად შემდეგი საფეხურებია გასასვლელი. პირველ შემთხვევაში ორივე ცვლადის ყველა კატეგორიის ყველა შესაძლო კომბინაციის შედგენა. მეორე შემთხვევაში კომბინაციის იმ კატეგორიის აღნიშვნა, რომელშიც თითოეული შემთხვევა ხდება და ბოლოს მესამე ყველაზე ხშირი კომბინაციის კატეგორიების მოძიება. ჩვენ ვხედავთ ბივარიაციული ცხრილის იმუს მოცემულ შემთხვევაში სქესის გავლენის შესახებ სტატუსზე, შრომით სტატუსზე. უნდა აღინიშნოს ბივარიაციული ცხრილების აგების ერთი თავისებურება. დამწყები მკვლევარი ხშირად სვამს შეკითხვას, თუ სად უნდა შეჯამდეს მონაცემები, სვეტის ბოლოს თუ რიგის ბოლოს. მართალია არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ სად დაიწერება 100% სვეტის თუ რიგის ბოლოს. არსებობს ერთი გარდაუვალი წესი, რომელიც ყველა მკვლევარმა უნდა დაიცვას. თუ მონაცემები სვეტის სახითაა წარმოდგენილი, ისინი რიგის სახით უნდა წავიკითხოთ და შევადაროთ ერთმანეთს. თუ კი მონაცემები რიგის სახით არის წარმოდგენილი, ისინი სვეტის სახით უნდა წავიკითხოთ და შევადაროთ ერთმანეთს. ჩვენ ვხედავთ მოცემულ შემთხვევაში, რომ სვეტის პროცენტული მაჩვენებელი პირველ ცხრილში არის ვერტიკალის ჯამის სახით წარმოდგენილი, ხომ, ჯამი 100% და დასაქმებული მუშევარი და აქვე სქესი მამალობითი მდედრობითი, ხოლო შეიძლება თუ მაგას ჩვენ პირველ შემთხვევაში სვეტის პროცენტულ მაჩვენებელს ვეძახით და ეძახიან პირობითად, ხოლო მეორე შემთხვევაში რიგის პროცენტული მაჩვენებლის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ჯამი წარმოდგენილია ჰორიზონტის ბოლოს. თუმცა თვისებრივად აქ არაფერი არ იცვლება და გინდა ამ სახით იყოს წარმოდგენილი, გინდა მეორე სახით როგორც ხედავთ, მაინც ერთი და იგივე ნიმუშს გამოხატავს. მოკლედ შევეხოთ ასოციაციის საზომს. ასოციაციის საზომი წარმოადგენს რიცხობრივ მაჩვენებელს, რომელიც მიუთითებს ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის სიძლიერესა და მიმართულებას. ის ფაქტობრივად ბივარიაციულ კავშირს ერთი რიცხვის სახით წარმოადგენს. არსებობს ასოციაციის არაერთი საზომი და მათი გამოყენება მკვლევარის მიზანზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით გავრცელებულია შემდეგი ტიპის საზომები, როგორიც არის მაგალითად ეძახიან პირობითად ლამბდა, გამა,
კენდალის ტაუ, პირსონის კორელაციის კოეფიციენტი, ხ კვადრატი და ასე შემდეგ. ისინი ძირითადად -1-დან და +1 შორის მერყეობენ, რომლებიც შესაბამისად უარყოფით და დადებით კორელაციას გამოხატავს, ვინაიდან ისინი სტატისტიკურ საზომებს წარმოადგენენ მოცემულ ნაშრომში. ჩვენ მათ ფართოდ არ ვიხილავთ, თუმცა ერთ-ერთ კორელაციის კავშირს მულტივარიაციული ანალიზის შემდეგ მაინც მოვიყვანთ როგორც მაგალითს. მულტივარიაციული ანალიზი 3 და მეტი ცვლის არსებობას გულისხმობს. აქ იგივე საფეხურებია გასაზრდელი, რაც ბივარიაციული ანალიზისას, თუმცა ცვლადების რაოდენობის ზრდა ანალიზის გართულებასაც იწვევს. მულტივარიაციულ ცხრილში ერთი დამოუკიდებელი და ერთი დამოუკიდებელი ცვლადის ნაცვლად რამდენიმე დამოუკიდებელი ცვლადი შემოდის. ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი ცვლადის ახსნა ერთი დამოუკიდებელი ცვლადის საფეხურზე ვცადოთ, რამდენიმე დამოუკიდებელი ცვლადის ერთდროულად შემოტანის გზით ვცდილობთ ახსნათ დამოუკიდებული ცვლადი. თქვათ, ვფიქრობთ, რომ რესპონდენტთა შრომის სტატუსზე გავლენას ახდენს არა მარტო მათი სქესი, არამედ სიტყვაზე მათი ასაკიც. სიმარტივისათვის თავს ავარიდებთ ასაკობრივ კატეგორიებს და რესპონდენტებს ახალგაზრდა და ასაკოვან ადამიანებად დავყოფთ მხოლოდ. ამ შეხედულების საფუძველზე ჩვენი შერჩევითი ერთობლიობა დაყოფილი იქნება ახალგაზრდა და ასაკოვან მამაკაცებად და ახალგაზრდა ასაკოვან ქალებად და შესასწავლად იქნება თითოეული ქვეჯგუფის გავლენა დამოუკიდებულ ცვლადზე, ანუ შრომის სტატუსზე. შედეგად მივიღებთ მულტივარიაციულ ცხრილს, რომელიდანაც შემდეგი დასკვნების გამოტანა იქნება შესაძლებელი. პირველი, მამაკაცებსა და ქალებს შორის ახალგაზრდები უფრო მაღალი შრომითი სტატუსით გამოირჩევიან, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები. მეორე, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის შიგნით ქალები უფრო დაბალი შრომითი სტატუსით გამოირჩევიან, ვიდრე მამაკაცები. მესამე, სქესსაც და ასაკსაც დამოუკიდებელი გავლენა აქვს რესპონდენტთა შრომის სტატუსზე. მეოთხე, ორი დამოუკიდებელი ცვლადი კუმულაციურ გავლენას ახდენს რესპონდენტთა შრომით სტატუსზე. ახალგაზრდა მამაკაცები ყველაზე მაღალი შრომითი სტატუსით გამოირჩევიან, ასაკოვანი ქალები კი ყველაზე დაბალი შრომითი სტატუსით. შესაძლებელია კვლევაში სხვა დამოუკიდებელი ცვლადების ჩართვა, თქვათ, განათლება ან ქორწინებითი მდგომარეობა, რადგან ჩავთვალოთ, რომ ისინიც გავლენას ახდენენ შრომით სტატუსზე. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცვლადების რაოდენობის დასთან ერთად მულტივარიაციული ანალიზიც უფრო რთულდება, რადგან ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ და განათლების ფაქტორით შემოვიტანოთ, გინდათ ის დიქოტომური იყოს და მხოლოდ საშუალო და უმაღლეს განათლებას მოიცავდეს, ჩვენი შერჩევითი ერთობლიობა დაყოფილი იქნება ახალგაზრდა მამაკაცებად საშუალო განათლებით და ახალგაზრდა მამაკაცებად უმაღლესი განათლებით, აგრეთვე ასევე ახალგაზრდა ქალებად საშუალო განათლებით და ახალგაზრდა ქალებად უმაღლესი განათლებით, ასაკოვან მამაკაცებად საშუალო განათლებით და ასაკოვან მამაკაცებად უმაღლესი განათლებით, ასაკოვან ქალებად საშუალო განათლებით და ასაკოვან ქალებად უმაღლესი განათლებით. ამჯერად ახლა უკვე მოგვიწევს თითოეული ამ ქვეჯგუფის გავლენა ვიკვლევთ დამოუკიდებულ ცვლადზე, ანუ შრომით სტატუსზე, რაც კიდევ უფრო
კომპლექსურ გახდის ჩვენს ცხრილს და კიდევ უფრო გაართულებს მის მიერ ჩვენს ახსნას. ამ შემთხვევაში ცხრილიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი. პირველი, თითოეულ სქესობრივ ასაკობრივ კატეგორიაში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მაღალი შრომითი სტატუსით გამოირჩევიან, ვიდრე საშუალო განათლების მქონე ადამიანები. მეორე, თითოეულ ასაკობრივ და განათლების კატეგორიაში მამაკაცები უფრო მაღალი შრომითი სტატუსით გამოირჩევიან, ვიდრე ქალები. მესამე, თითოეულ სქესობრივ და განათლების კატეგორიაში ახალგაზრდები უფრო მაღალი შრომითი სტატუსით გამოირჩევიან, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები. მეოთხე, ცხრილი ასევე გვიჩვენებს, რომ განათლება უფრო ძლიერ გავლენას ახდენს რესპონდენტთა შრომით სტატუსზე, ვიდრე სქესი და ასაკი. მეხუთე, სქეს, ასაკს და განათლებას დამოუკიდებელი გავლენა აქვს რესპონდენტთა შრომით სტატუსზე. მეექვსე, სამი დამოუკიდებელი ცვლადი კუმულაციურ გავლენას ახდენს რესპონდენტთა შრომით სტატუსზე. ახალგაზრდა მამაკაცები უმაღლესი განათლებით ყველაზე მაღალი შრომითი სტატუსით გამოირჩევიან. ასაკოვანი ქალები საშუალო განათლებით კი ყველაზე დაბალი შრომითი სტატუსით. მულტივარიაციული ანალიზის ტექნიკა მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ საზომებს, როგორიცაა სიტყვაზე რეგრესიის თუ რეგრესიული ანალიზი, ფაქტორული ანალიზი, დისპერსიული ანალიზი, კლასტერული ანალიზი და სხვა. თუმცა მათი განხილვა ჩვენს მიზანს ცილდება, რადგან ისინი რთულ სტატისტიკურ ტექნიკას წარმოადგენენ.